ზეთრიციდან ვიმღება ვირილების ხელაო აბადაში ჩქარათაში ლამაზია. ერთი სათამაშო დარჩა და ეგ არის. აუ ეგ არ უნდა რა. რას ნიშნავს არ უნდა? აუ არ უნდა რა, ეგ ფერი არ მოუხდება. რას ქვია არ მოუხდება? არ მოუხდება, ოთო. არ იცი რას ნიშნავს არ უხდება? არა. გახსოვს შარშანწინ ანსამბლ მამა პაპურმა მწვანე ჩოხები რომ შეიკერეთ დილის ეთერისთვის. მახსოვს. აი მაგას ერქვა არ უხდება. შვენიერი ჩოხები იყო. აი რა იყო მშვენიერი მწვანე? აი მწვანე ჩოხები გეცოთ მართლა? რა მოხდა ვერ გავიგე. აქცია იყო ნაძვების მოჭრის წინააღმდეგ. ხო. არა აქცია შეიძლება ფანტასტიკური იყო, მაგრამ ამათ ეს ჩოხები კატასტროფულად არ უხდებოდათ. ნათი არ მაინტერესებს რა მიხდება და რა არა. ეს სათამაშო არის ჩვენი ოჯახური ტრადიციის ნაწილი და აუცილებლად უნდა ეკიდოს ნაძვის ხეზე. აუ რა უცნაური ტრადიცია? ნათია ტრადიცია საერთოდ უცნაურია, მაგრამ ლამაზი. ეგ სათამაშო ლამაზიც არ არის. გონი ლამაზია რა ვიცი. ნათია, სილამაზე სუბიექტურია. შენ შეიძლება რაც არ გელამაზება, ჩემთვის იყოს ლამაზი. იმიტომ რომ ძალიან ბევრ კარგ რამეს მახსენებს. ვიცი კარგად რასაც გახსენებს. ნათი იცი რა შეება, აი ამას ხსნის ხოლმე და განსხვავებულ სასმისად იყენებს. რა არის მე ამაში ცუდი? არაფერი, მაგრამ არ მოგბეძრდა ერთი და იგივე ნაძვის ხის ყურება, ერთი და იგივე სახლში, რამე განსხვავებული გააკეთო, არ გინდა? არა. კარგი. სადაც გინდა იქ დაგეს. ხო და მაგას გეკითხები, სად დავკიდო თქო? მომეცი. აი აქ უხდება. მაგარია. მოდკინე გადამიღერა. ოთო. რა ხდება? ეს რა არის? ნაძვის ხე? არის ხო, რაზე გეკითხები? ვიცი. რატო ჩამოკიდე? იმიტომ რომ ამ სათამაშოს გარეშე ჩემთვის წარმოუდგენელია ახალი წელი. რა ხდება? რა ხდება? ისევ იგივე. ეს ვინ ჩამოკიდა? მე. ოთო, უშნოა, არც ნაძვის ხეს უხდება, არც სახლს და საერთოდ არაფერს არ უხდება. სამაგიეროდ ზუსტად 9 ლიტრი ჩადის. ბარემ ლუდის ბოთლი ჩამოკიდე, იმაშიც 9 ლიტრი ჩადის. არ არის ცუდი იდეა. ოკაი რა ნუ მაინო. დაანებე თავი. მომეცი. დაანებე თავი. კარგი რა მომეცი. არ მოგცემ. მაშინ გეჭიროს. მეჭიროს, მაგრამ მე დავკიდებ. დაკიდებ და გავტეხავ. გაგიჟდი? კაი, მომეცი და შევინახავ. არ მოგცემ თქო. კაი, გეხოცები, ნუ იქცევი ბავშვივით. სათამაშოებს შენ ამტვრევ და ბავშვით მე ვიქცევი? კარგი ახლა რა გაჩხუბებ თუ რა სისულელია ვერ გავიგე. პრინციპის ამბავია ნიკა. მეც მაქვს ჩემი პრინციპები. კარგით რა, არღის ამხელა ამბად ეს რაღაც მახინჯის სათამაშო. რატოა მახინჯი? მახინჯია, შეხედი აბა რას გავს? მე მომწონს. იმიტომ რომ შენ უგემოვნო ხარ მომეცია. არ მოგცემ, ნიკოლას დაიჭირე. რა საკეთე ბიჭო არ დატყდეს. ნიკა მომეცი რა. ნიკა მიეც. ვერ მოგცემ ჩაბარებული აქ. რას ნიშნავს შაბარებული მაქვს? ჩაგაბარე $1,000,000 ბიჭო. მაშინ ვერ მოგცემთ რა. აუ პატრა ბავშვით იქცევი რა. ოთოს დაუბრუნდა იმენ მოგცემს, მე ვერ მოგცემთ რა. ოთო დაგიბრუნე. ნაცი. ოთო მომეცი. აბა წამართვი. ნაცი, ნაცი გამოარი, ცოტა გამოდამარბინე. შეგონია ვერ მოგერები ბიჭო, მოგარი. მოდი გავშედა, მოდი. აჰა, ეს გინდოდათ? აი მე რა ჩემი ბრალია შენ გაგიტყდა. ცუდის ნიშანია ეს. ზოგადად დედამისი. იქნებ გადავარჩინოთ. ეს კიდე მამამისი. რა უნდა გადაარჩინო ბიჭო, სათამაშოა, ძვირფასი ნიფთი ხო არ არის? ნათია, ჩემთვის ტკბილ მოგონებებზე ძვირფასი არაფერი არ არის. ეს რა არის? რა? რაღაც წერია.
თოვლის ბაბუა წელს მინდა რომ აჩუქო Canon-ის პროფესიონალური ფოტოაპარატი. რა არის ეს? წერილი თოვლის ბაბუას. ვინ დაწერა? მაჩვენე. ვატოს ხელია. ვატო თოვლის ბაბუას წერს წერილებს? რაღაცა ვატოს ეგეთებია. შარშან არ დაუწერია. არ შარშან წინ, იმის წინ მიწერა კომპიუტერი რომ უნდოდა. მაშინ პატარა იყო და ეხლა რა თოვლის ბაბუა უტყდა ამ ხელაკაც. არ ვიცი. ბატოს სკოლის ფსიქოლოგს ხომ არ დავურეკოთ? რატო? მოვუყვათ რაც ხდება და იქნებ გვირჩიოს რა ვქნათ. რა ვქნათ? უცნაურად რომ იქცევა ბატონა, არაფერი არ უნდა ვქნათ. მოიცა რა ნათი. ფოტოაპარატი უნდა და აფერისტოს, ვითომ თოვლის ბაბუისგან ელოდება საჩუქრს. ვერ ხვდები? იქნებ არაფერი სტობს და მართლა ელოდება. კარგი რა ნათია, ვატო არის ჭკვიანი მამაძაღლი ბავშვი. ზუსტად იცის რომ ყოველ ახალ წელს ამ სათამაშო ტიპს რომ ღვინოს. ხო და სპეციალურად ჩადო რომ გვეპოვნა. და როდის ჩადო ერთი? გუშინ წინ სარდაფში ძველი კლასიკა და რაღაცები ჩავატანინე და ალბათ იმ დღეს ჩადო. ო, ალბათ. რა მოხდა? არაფერი. მიდი მითხარი. გრძნობ რომ რაღაც გაწუხებს. ფიქრობ. ხო და რაზე ფიქრობ? ძვირი ეღირება ფოტოაპარატი. შენ სულ გაგიჟდი, ხო? აი, აბა რა ვქნათ ბავშვს თუ უნდა? რა ბავშვ ნათია დავით აღმაშენებელი მაგხელა რო იყო სახელმწიფოს მართავდა. ჯერს ერთი მაგხელა არ იყო, ერთი წელი დიდი იყო. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ერთ წელს? იქნებ მართლა ჯერაოთო. რა ჯერა? თოვლის ბაბუის. ნუ სულელობ რაღაცას არ იცნობდე მაინც შეშულს. აბა რატომ იწერდა? გვაშანტაჟებს ნათი. აი, რას ქვია გვაშანტაჟებს? იმას რომ ფოტოაპარატი უნდა და პირდაპირ ვერ გვეუბნება. ხო, ისი ძალიან მორიდებული ბავშვი კია. მორიდებული კი არა ზუსტად იცის რომ არ უყიდ. რატო არ უყიდი? იმიტომ რომ ძვირია ნათი სად მაქვს ამდენი ფული. თან პროფესიონალურიო. და პროფესიონალური უფრო ძვირი ღირს? 1000 ლარი ალბათ. არ ყოფილა ძალიან ძვირი. ნუ ლაპარაკობ ხა გიჟი დედასავით რა. აი, მეცოდება იქნებ როგორ უნდა ბავშვს. აი, ზუსტად შენ გულჩილობაზეა გათვლი ეს პროვოკაცია. ეს პროვოკაციაა? აბა რა არის? ვითომ თოვლის ბაბუას მიწერა წერილი და ისეთ ადგილას დადო, სადაც აუცილებლად ვიპოვიდი. ვერ ხვდები რას ნიშნავს ეს? რას? იმას რომ ზუსტად იცის რომ თოვლის ბაბუა მე ვარ. ესე იგი შენი იმედი აქვს. სუტყვილად. არ შეიძლება, ოთო. ბავშვისთვის იმედების გაცრუება არ შეიძლება. კარგი. მაშინ დაურეკე მამაჩემს და უთხარი ბაზარში არაფერი არ იყიდოს და ახალ წელს ცარიელ სუფრაზე დაპატიჟე სტუმრები დაუძახე ვატოს და გადაუღე ფოტოები. კარგი, გასაგებია. ოხ მოვიდეს სახლში ეს ლაწირაკი, გადავახებ თავზე მაგ წერილს. რას ქვია, გადაახევ, შენი გაჩენილია რა. ხო მართლა კი არ გადავახებ. უბრალოდ კაცურად დაველაპარაკებ. ვის ხაზე უნდა დაელაპარაკო? ვატოს. რა უნდა უთხრა? თუმცა კაცურად მოიქცეს და უნდა იცოდეს ოჯახს რა შეუძლია და რა არა. და რომ თოვლის ბაბუ არ არსებობს. რა სისულელია? თოვლის ბაბუა როგორ არ არსებობს? აუ. არსებობს ნათი? თოვლის ბაბუა. მოდი. ბიჭო, შენი ცოლი რატო მაშინე? მეც მეშინია. მართლა ჯერა თოვლის ბაბუი? როგორ ჩანს? იცოდი? არა. დაგერხა ნიკოლას. რა შურშულებთ მათ? არა, არაფერს. მაინც? არაფერს თქო. ჩემზე ლაპარაკობდით? რა ეჭვიანი ხარ ნათი? აჰა, აბა რა გაცინებდათ? ანეკდოტი მომიყვა რაღაც. ვა, ნიკას რო არ უყვარს ანეკდოტები? ხო, არ მიყვარს, მაგრამ მომიწია ეხლა. ვა, რა კარგი. აბა მოყევი რა ანეკდოტი იყო? მიდი. ვერ მოყვები ეხლა რა. რატომ? უზრდელური ანეკდოტია და მერიდება. რა ჩვენ ყველანის დასრული ადამიანები ვართ და ჩვენზეც შეიძლება უზრდელური ანეკდოტების მოყოლა. ეხლა არ შემიძლია. რატომ ნიკა ჩემი გერიდება? ნათიკოსი. ოი, მე შენ ცუდი სიტყვების გარეშე მოყევი.
მერე აღარ იქნება სასაცილო. აი საერთოდ არ მინდა გაცინება. ნათია, გაცინება თუ არ გინდა, რატო უნდა მოვყვე ანეკდოტი? იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. ძალიან თქო დაწნარდი რა. აუ ნიკა ვერ დავწყნარდები. ანეკდოტი მოყევი თქო ნიკა. ხუმრობ? არ მეხუმრება ანეკდოტი დროზე. მოხდები ბიჭო, ჰა? კაი ხო? მიდი. გისმე დაიწყე. ნუ ეხლა ხო. ივანიშვილი და სააკაშვილი თევზაობენ. მერე? და რო თევზაობენ, მერე? თევზს ვერ დაიჭერენ. მერე? მერე წამოვლენ სახლში. მერე? რა მერე, всё, მორჩა ეგ ანეკდოტი რა. ესე მთავრდება ანეკდოტი? ხო, რაღაც უცნაურია მეც. და ამაზე იცინოდით? წეგან უფრო საკაიფოდ მოყვა. ნიკა რატო მატყუებ? არ გატყუებ. მატყუებ. აბა რას გატყუებ მითხარი? რას და არ იყო ეგ ანეკდოტი? აბა რა იყო? რა იყო არ ვიცი, მაგრამ ეგეთი ანეკდოტი არ არსებობს. ხო არა? ესეთი ანეკდოტი არ არსებობს და თოვლის ბაბუ არსებობს, ხო? ოთო საქმე მაქვს შენთან წამოდი. ნათი ერთი წუთით. რა მოხდა? ჩვენ შინაურები ვარ და დასამალი არაფერი არ გვაქვს. ნათია, მართლა საქმე გვაქვს. ოთოთქო. კარგი, აქ ვართ. აბა ეხლა ახსენი ვის ხმას აპირებდი, იმედი დაიწყე დროზე. ნათია, რაღაც სისულელე გაუგებრობა იყო რა. ოთო აცადე თვითონ იტყვის. ნათია, დაწყნარდი, ეხლა ვერ ხვდები რომ არადეკვატური ხარ? არადეკვატური ვარ მე? ნათი, შესაძლოა შემშობლებს საერთოდ არ უსწავლებიათ ეს, რაც საერთოდ არაა დანაშაული, იმიტომ რომ როცა ადამიანი იზრდება, თავისით ხვდება რაღაცეებს. მაგრამ ზოგიერთის ზღაპარი რისის ბავშვობაში გჯეროდა, ძალიან შორსაა რეალობისგან. რებს ბოდავ. აუ, ძალიან თხოვ წესიერად მელაპარაკე რა. აუ, ჯერ შემლაპარაკე და მე დაკალპაკე ძალიან წესიერად რა. ნათია, რა გინდა ეხლა? თოვლის ბაბუა როგორ არსებობს? ჩემგან გაიგე პირველად დღეს? რა სისულელია, თოვლის ბაბუა როგორ არ არსებობს? ოთარ მიშველე. ნათია, ბავშვებს კი ჯერათ რომ არსებობს. ბავშვობაში მე ჯეროდა, უბრალოდ ნიკა შეროდა, მე არა, მაგრამ სინამდვილეში თუ გაინტერესებს, ნაძვისხესთან სათამაშოებს ალაგებენ, ან გადაცმული მსახიობი, ან მამა. რა? არ იცოდი? აუ, ნათია. რა სისულელებს ლაპარაკობენ, გესმის? ნათი, რა ვიცი, კი. ესე იგი, რადგან თქვენ ნამდვილი თოვლის ბაბუა არ გინახავთ, ესე იგი არ არსებობს? არ გადამრიო ეხლა, შენ გინახავს ნამდვილი თოვლის ბაბუა? კი, მე მინახავს. ვაიმე. სად ნახე? სიზმარში. უშა, ეხლა ცოტა დავწნარდი, მაგრამ ბოლომდე ვერ აჭერ. ნათია, რა თოვლის ბაბუა? გეხუძები ნუგოშინებ რა? აუ, თქვენ რა ათეისტები ხართ? რა შუაშია? ვერც მე ვერ მივხვდი. აუ, იმიტომ რომ ათეისტები ლაპარაკობენ ესე რა, აუ არ არსებობს, ჩვენ არ გვინახავს ფიზიკის კანონს ეწინააღმდეგება. ნათია, საკითხი დგას ძალიან მარტივად. თოვლის ბაბუა არავის არ უნახავს. სიზმარი არ ითვლება და ვისაც უნახავს, ის ან გადაცმული მსახიობი იყო, ან მამიკო, ან რომელიმე ოჯახის სხვა გადაცმული წევრი. და ამიტომ გონია თოვლის ბაბუა არ არსებობს? დიახ! აუ, რა სულელი ხარ ბიჭო? კიდე მე ვარ სულელი ბიჭო? თოვლის ბაბუა არსებობს. მართლა არსებობს. ის ჩვენთან მოდის ყველასთან მამის სახით, ბიძის სახით, ახლობელი ადამიანის სახით, იმის სახით, ვინც გვიყვარს. ამიტომ თოვლის ბაბუა არის იდეა. სიკეთის რწმენა, სიყვარულია. და როგორ შეიძლება სიყვარული არ არსებობდეს? ეგრე ბაზარი არა. აბა შენ რა გეგონა? მე მეგონა რომ მართლა გჯეროდა შენ რომ ირმებით მოფრინავს და ელფებმა ერთი წლით ადრე შეისწავლეს მთელი მსოფლიოს ბავშვები ვინ იქცეოდა კარგად და ვინ ცუდა. და გიჟი გეგონე? ხო. მე რა საყვარელი ხარ ნიკა, რა აი მე დედიკო. ნათია. მაჭამე რა ძალიან ვინერვიულია, ხო იცი? კარგი. მანამდე შენ მოიფიქრე რას ეთყვი ვატას, ხო? ხო, ერთად გადავწყვიტოთ. რას შეჭამ? აუ, იქნებ ვუყიდოთ რა. რა, ფოტოაპარატი? ხო. უსმინეთ რა, მე მგონი გაგიჟდა. აუ, მე დედა ვარ და ესე არ შემიძლია.
ნათია, ჩემი არ ესმის და იქნებ შენაუხსნ, რომ ვატოსთვის ძვირფასი საჩუქრების ყიდვა ჯერ ადრეა. თუ თოვლის ბაბუას მიწერა, აბა რა უნდა ქნათ? აფერისტობს, ეგ მამაძაღლი, რით ვერ მიხვდით? აუ, იქნებ მართლა ჯერა. შარშან არ ჯეროდა, შარშან წინ არ ჯეროდა, წელს რა დაეტაკა? ხო, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვს უნდა ფოტოაპარატი. მასე პრეზიდენტობა მინდა, მაგრამ ვარ. ძალიან რო გინდოდეს იქნებოდი. პრეზიდენტობა სურვილზე არ არის, გამართლებაზეა. ამუ ჩვენ პრეზიდენტს გაუმართლა პრეზიდენტი რო გახდა? ხო, აბა ძალიან უნდა და. ხო, რა ვიცი რა. მოკლედ საღამოს მოვა ვატო და კაცურად დაველაპარაკები. კაცურად რას ნიშნავს? კაცურად იმას ნიშნავს, რომ თუ რამეს თქმა უნდა მოვიდეს და თქვას პირდაპირ, როგორც გაბუნიებ შეფერით. გაბუნები ეგეთები ვართ? დიახაც და აუხსნი, რომ თოვლის ბაბუასთვის წერილის მიწერა, ვირეშმაკობა და დედის გრძნობებზე თამაში არის კალაჩუნობა. რას ეტყვი? რაც ახლა ვთქვი, ამას ვთქვი პირდაპირ და ვეთქვი, რომ არავით არის თოვლის ბაბუა არ არსებობს. როგორ არ არსებობს? კარგი რა ნათია. იდეა თუ არსებობს. ეგ ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც მართლა არსებობს. როგორ არ ნიშნავს? მაგალითად, სიყვარულიც იდეაა, მაგრამ ხო არსებობს. მეგობრობაც, ურთიერთგაგება, ძმობა, მეობა. გაგება. არ მინდა რა ეს თქვენი ლამაზ-ლამაზ სიტყვები რა. ყველაზე მეტად ვერ ვიტან აფერისტობას. აი მე არ გამაცინო ეხლა რა. სხვისგან. მე ვატო სხვაა? მე ხო არა ვარ, ესე იგი სხვა. აუ ცოდოა რა. მე არ ვარ ცოდო დილი და ნერვები რომ მომიშალა. კარგი, ახლა დაწმარდიოთ არ. ან შენ არ ხარ ცოდო გული რო აგიჩუყა. ვარ. ო და ამაშია საქმე. აუ უყიდოთ რა იქნებ. აჰა. დაიწყო ისევ თავიდან. ნათია, ყველაფერს თუ თავი დავანებოთ. ფული არ მაქვს. მე მაქვს. რა? რა ფული გაქვს? ლატარიის ფული მაქვს. რა ლატარიის? ორა ლატარიის და იმ ლატარიის რომ მთელი წელი სამეზობლო თამაშობდი და საახალწლოდ მე მომიწია აღება. ნათია, არ გაბედო მაგ ფულის ვატოსთვის მიცემა. და რა უნდა? დაფიქდი. ფოტოაპარატამდე რამდენი რამე გჭირდება ოჯახში? ისე ჭურვის სარეცხი მანქანაც არ გვაქვს. აჰა, ესეც მე ვარ? ხო, ეგ მართალია. და ჩექმები რომ გინდოდა? ბავშვის ფულით მე ჩექმას ვერ ვიყიდი. ჩემი სანადირო თოფის ფულით ხო იყიდა? არ გინდოდა შენ ეგ თოფი. როგორ არ მინდოდა? ყოველდღე დავდიოდი მომკავშირის მაღაზიაში და სულ ელივით უყურებდი იმ თოფს. გამყიდველს გიჟი რო არ გონებოდი, გიჟივით ვიქცეოდი. გიჟივით როგორ იქცეოდი? როგორ და დაბლადაყრილ ბიჩოკებს ვეწეოდი. რატო ძმაო? გიჟი რო გონებოდი, ხო გითხარი? რთული აზრია, მაგრამ მიგიხდი რაც იგულისხმება. მოკლედ, არავით არის ფოტოაპარატი. შანტაჟისტი უნდა დაისაჯოს. ოთო. არავით არის ოთო. მე მამა ვარ და ვიცი რასაც ვაკეთებ. ხალხო, ცეცხლი უყიდია ყველაფერს ბაზარში, ცეცხლი. ასია მამა ყოველ წელს. აუ, წელს განსაკუთრებული ამბავია. აშენდა ქვეყანა ხო? ბევრი ხალხია ხო? ძალიან. მაგრამ ჩვენ კარგად მივაჭრეთ. ვატოსკაევიჩია ბაბუენასოლოს ძალიან დამეხმარა. რაში ვაჭრობაში? არა, გასულ პროდუქტების ზიდვაში. ძიმების იდე დედიკო? ხო გადაუსვი თავზე ხელი, ცივინიავი არ მიეკაროს ბავშვს. ამას რა მოუვიდა? არაფერი. ყველაფერი იყიდება, მა? ყველაფერი გოჭის გარდა. რატო გოჭი არისო? გოჭი როგორ არის, მაგრამ ჩვენ ჩვენი ტრადიციაა. რა ტრადიცია? 31-ში ვყიდულობთ გოჭს სენაკში. რატო? იმიტომ რომ ნამდვილი გოჭი ეგაა, გემრიელია. ეკოლოგიურად ცუთა გარემოში გაზრდილი ჰაერზე. ხო. ვინ მიდის აბა წელს სენაკში? შარშან მე ვიყავი. ესე იგი ოთო. რატო შარშან წინ მეც ხო ვიყავი? ანუ წელს ისევ შეინჯერია. კაი ხო. წავალ. საახალწლო სუფრაზე გოჭი მთავარი. მოდა წახვა. ვა, ნადის ხია წყეთ? დამელოდე შენ მანდ ვაჟ ბატონო საქმე მაქვს შენთან. ოთო, გთხოვ არ ეჩხუბო რა. რა ხდება აქ ხალხო? არაფერი მამა, საქმე მაქვს ვატოსთან, არ შეიძლება? რა საქმე? კაცურად უნდა დაველაპარაკო. ანუ რას ნიშნავს ეს? რამე დააშავა? კი. რა? წამოდი და დაესწარი ლაპარაკზე. 1.4 მოგიყვებით ყველას.
დამიცადე 2 წუთი ხელს დავიბან და გამოვა. დილიდან გელოდებით მამა. 2 წუთი თქო. ოთო არ ეჩხუბო. ნათია, ნუ შემჭამე რა. თუ გინდა წალი და შენ დაელაპარაკე. კარგი. ოღონ კაცრად. როგორც საჭიროა, ისე დაველაპარაკებ. ბატო. ბატო, მოდი აქ დაჯექი. მე ვეტყვი. მიდი. მოიცადე ჯერ მამაშენიც მოვიდეს. მამა, მოდი რა, სად ახარ? აქ ვარ, რა ხდება, აბა? ბატო, და ყურადღებით მომისმინე ხო ეხლა? ისმენ. ბატო, დედიკო. ტყუილის თქმა რომ არ შეიძლება, ხო იცდე? კი. და სხვა ადამიანების გრძნობებით თამაში რომ ძალიან ცუდი საქციელია, ესეც ხო იცი დედიკო? რა გრძნობები თამაში, რა ხდება ხალხო? მოითმინე მამა, ნელ-ნელა ყველაფერს მიხვდები. ცოტა გაამკაცრე ნათი. ბატო, ძალიან რო გვიყვარხარ, ხო იცი? კაცრად თქო. მაცადე რა, ოთო. ხო, ოღონ ცოტა მკაცრად. ბატო, ხო იცდე? რა? ყველას რომ ძალიან გვიყვარხარ. კი. და რაც არ უნდა გთხოვო, მეც, მამიკოსაც, ბაბუასაც, ნიკასაც, ნათიასაც, ყველაფერს რომ შეგისრულებ. ყველაფერი ძალიან ხმამაღალი ნათქვამი. ყველაფერს რაც შეგვიძლია. ნუ ეგრე ხო. ამიტომ ყოველთვის თუ კი რამე დაგჭირდება და მოგინდება, დედიკო, ყოველთვის მოხვალ და პირდაპირ გვეტყვი, ხოდე? კაი. აწი ასე იზამხოსო? კაი. პირდაპირ მოხვალ და ყველაფერს გვეტყვი, ხოდე? კაი თქო, ვა. როგორ ლაპარაკობ შენ ლაწირაკო? მაცადე რა, ოთო. გაცლი ოღონ კიდევ ცოტას. შევთანხმდით, ხო ბატო? რაზე შევთანხმდით, ვერაფერი ვერ გავიგე. იმაზე შევთანხმდით, რომ ბატოს თუ რამე დაჭირდება და მოუნდება, ყოველთვის მოვა და პირდაპირ კაცურად გვეტყვის თავის სათქმელს. ხო ბატოდე? კარგი, შევთანხმდით. კაი. მორჩით ახლა ამ თემაზე ლაპარაკს. მიდი ადეკ ხელები დაიბან და მე საჭმელს გაჭმევ. მოიცა. აქ მორჩა ყველაფერი? მეტი რაღა უთხრა. რას ნიშნავს რა უნდა უთხრა? ჩხუბი, ისტერიკები, დაჟის მუქარები, ხელოვნური გულის წასვლები, აფერისული ტირილები? ნათია, გამოიყენებ მთელი შენი არსენალი. ოთარ, მე ყველაფერი ვთქვი, რის თქმაც საჭირო იყო. კარგი, მაშინ ახლა მე ვეთქვი, დაჯექი მანდ ფეხი არ მოიცვალო. შია ბავშვს. არა უშავს, მოითმენს. რა ხდება, ვერაფერი ვერ გავიგე. მოითმინე შენს და ყველაფერს გაიგე. ბატო, ყურადღებით მომისმინე. ისმენ. მიკი მოკიბოს არ დაგიწყე, პირდაპირ გეტყვი. ისმენ, მამა. თოლის ბაბუ არა ისა კიდე. რა? მაცადე მამა. რა ხდება, ვერაფერი ვერ გავიგე. შენ შეიძლება ვერ გაიგე, მაგრამ ვატომ შვენურად გაიგო? ვერაფერიც ვერ გავიგე. დასნუ ისულელებ შელაწირაკო. რა გაყვირეს, ბიჭო? რასებში ვარ ჩვენ მაინც გაგოგებინე? შვენივრად ხდება, რასაც ვერჩი. ბაბუ, იცი რა უნდათ? აზრი არ ვარ. ოთარ, გასაგებად აუხსენე ბავშვ რა გინდა? ან თავი დაანებე. მეტი გასაგებად როგორ აუხსნა? ბატონო მომისმინე. მე ვიცი რომ შენც იცი რომ არავითარი თოვლის ბაბუა ბუნებაში არ არსებობს. როგორ არ არსებობს? მოკლედ, იდეა არსებობს, ხო? მაგრამ ხო. ფიზიკურად არ არსებობს. ხალხო, რა ზბოდავ თქვენ, ა? ბატო, არავითარი თოვლის ბაბუა თქო. მიხვდი? ვერა. კაი, მე აუხსნი რისი თქმას გინდათ რა? მიდი. ბატო ბიძია, მოდი დავიწყოთ შორიდან. ძალიან შორიდანაც არ გინდა. ოთარ. შორიდან დავიწყოთ, კარგი? კარგი. მოკლედ, შენ დიდი ბიჭი ხარ უკვე და ალბათ იცი რომ არსებობენ რეალური და ზღაპრული არსებები, ხო იცი? კი. აი მაგალითად რეალური არსებაა მამა შენი, რომელიც ახლა აგზის, არსებობს და ყოველდღე ვხედავთ, ხო? კი. კარგია. აგრეთვე არსებობენ რეალური არსებები, რომელიც სხვაგან ცხოვრობენ. ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ არსებობენ. აი მაგალითად ანჯელინა ჯოლი. ომი მიხვდი. კი. კიდევ რეალური არსებებია. ეყოფ ახლა გადადი ზღაპრულებზე. კარგი. ზღაპრული არსებებია დევი, გველეშაპი, დრაკონი. ჰობიტი? ხო, ჰობიტიც ყოჩა. ნიკა, გაგვაგებინე რის თქმა გინდა. მამა იმის თქმა მინდა რომ არსებობენ ზღაპრული არსებები, რომლებიც ბევრს რეალობა გონია. მაგალითად? აი მაგალითად უცხო პლანეტელები. უცხო პლანეტელები მართლა არსებობენ. ხო, ნუ, იდეაა ეგეც.
რა იდეა ნიკა, ჩემი მეზობელი იყო სტახანოვზე, ხო და ეს იამბობდა უცხოპლანეტელებმა მომიტაცესო. ნათია, სისულელეებს ნახე თავი არ მიუჭრა კიდე. რა სისულელეებს ვამბობ? ეს იამბობდა, მე კი არ ვიგონებ, გეფიცები. არავით არის უცხოპლანეტელები არ არსებობენ. ნიკა მომისმინე, სამყაროს უსასრულობისა და დისკრეტულობიდან გამომდინარე შეუძლებელია არ არსებობდეს მეორე პლანეტა, სადაც მართლა არსებობს სიცოცხლე. ხო, მესმის თეორიაა ეგ. რა თეორია, ნიკა, პრაქტიკაში გეუბნები, ჩემი მეზობელი მოიტაცეს თქო, მართლა გეუბნები. ლეობიცია. არა, მე ამ პირობებში მომავალ თაობასთან საუბარი არ შემიძლია. ხო და მაცადეთ ერთი წუთი. ვატო? არ მაინტერესებს არც გველეშაპები და არც უცხოპლანეტელები. ვერავით არ ფოტოაპარატს ვერ მიიღებ. რა ფოტოაპარატს? თავს რო ისულელებს, რა ფოტოაპარატს და კენონის პროფესიონალურ ფოტოაპარატს. ნათია, ჩვენი წერილი? ეს წერილი შენ დაწერე? კი. ხო და თოვლის ბაბუა, ანუ მე არავითარ საჩუქარს არ ჩუქნი. წელს უნდა იქცეოდი. ეს წერილი წელს არ დამიწერია. აბა როდის დაწერე? შაშან წინ დავწერი, არ გახსოვს? რა უნდა მახსოვდეს? შაშან წინ დავწერი ეს წერილი და ნადვისხისთან დავდე. მაგრამ იმ წელს თოვლის ბაბამ არ მაჩუქა. მე რა შენ გაჩვენე და ესე მითხარი, ალბათ თოვლის ბაბამ ვერ შეამჩნია. იმ ფერად სათამაშოში ჩადე და გაისეთ მაინც გაჩუქებსო. თვალი ვიყავი? კი. მე ეს წერილი იმ სათამაშოში ჩავდე და თოვლის ბაბუას შაშანს არ უნახავს. ანუ წელს თოვლის ბაბუისთვის წერილი არ მიგიწერია? აი რა წერილი პატარა ბავშვი კი არო. აი მეთე მესამე წელია ფოტოაპარატი გინდა. ეგრე გამოდის. ბატონო, და ეხლა რა ღირს ეგ? ეხა უკვე გაიებდა 800 ლარი. მოიცადე დიკო. ეხლა რაღაც ისულელეს იზამს. მაცადე რა. ბატო, აიდე ფული და იყიდა ფოტოაპარატი. ნათია, სისულელეს აკეთებ თქო. ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ ოთარ. დე, ეს არ იყოფა. რა არ ეყოფა? ფული. შენ არ თქვი 800 ლარი ღირსო. ხო, მაგრამ ეხა უკვე ახალი მოდელები გამოვიდა, ზუმიანი ლინზებით და 2500 ლარი ღირს. ეხლა აქედან გამასწარი, შენ ლაწირაკო, თორე მე შენ გაჩვენებ 2500-ზე. რა ხდება? ოდო, კარგი აღარ შემიძლია. ვერ გავიგებ. აუ, რა საგიჟეთში ვცხოვრობ რა.